სულ მქონდა ოცნებად, რომ გადაცემა გამეკეთებინა მამაკაცის თავის მოვლაზე, მამაკაცის რუტინაზე. იმიტომ რომ რაღაცნაირად ჯერთი მე თვითონ ძალიან მაინტერესებს გულწრფელად გეტყვით და რაღაცნაირად თითქოს აი დაფარული ტაბუდადებული თემა ჩვენთან ეს თემა, იმიტომ რომ მაგალითად სადაც მე სალონში დავდივარ წლებია, ძალიან ბევრი მამაკაცი დადის, იკეთებენ თმის ტონირებას, შეხებოს და ეს ყოველთვის ხდება ხოლმე რომ სტილისტი ან ფარდას აფარებს, ან იქით ოთახში გაყავს, რომ რაღაცნაირად ჩვენ ქალბატონებმა არ დავინახოთ და ძალიან გული მწყდებოდა ამაზე, იმიტომ რომ როგორც ვთქვათ აი ქუჩა მამაკაცები თვალს გვაყოლებენ ქალბატონებს, ასევე გულწრფელად ვთქვათ, როდესაც სიმპათიური მოვლილი მამაკაცი მოდის, ხშირად გაგვიყოლებია ალბათ თვალი. ამიტომ დღეს ჩემთან სტუმრად არის, რამაც ძალიან გამახარა, უსიმპათიურესი მამაკაცი, ცნობილი ტელე და რადიო წამყვანი, მოდელი, ინფლუენსერი გიორგი ნაზღაიძე. გამარჯობა გიორგი. სალამი. ესე იგი ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ძალიან მიყვარხარ, ძალიან დიდ პატივს გცემ და ძალიან მიხარი ესეთ გადაცემაში მომიწვიე. მგონია რომ გადაცემა საინტერესო იქნება. აუცილებლად. თუმცა გეთანხმები რაღაც პროცენტით რომ საქართველოში ხო არის ეს მამაკაცი, როდესაც უვლის თავს, სხვადასხვა სალონებში, სხვადასხვა სივრცეებში იქ ხდება ამ ყველაფრის რაღაც დოზის დამალვა, იმიტომ რომ ჩემ მეგობარსაც აქვს სალონი, სილამაზის სალონი. და იქ როდესაც რაღაცა მამაკაცები მოდიან, ხანდახან აქვთ მოთხოვნა ის რომ არ გვინდა რომ გამოვრჩეთ, რაღაცა დროს შემოვალთ, რაღაცა დროს როდესაც ნაკლებია ხალხი და ასე შემდეგ. რაც ჩემთვის ცოტათი გაუგებარი და მიუღებელია თუ თავს უვლი, მაშინ რა არის დასამალი. ნუ ეხლა წარბებს, როდესაც მამაკაცი გაიკეთებს, ის წარბი იქ თუ არ გამოჩნდა, გარეთ მაინც გამოჩნდება რომ გაკეთებული. რა მნიშვნელობა აქვს? იქ ხუთ კაცთან დაიმალება ეს ამბავი თუ მთელ თმას თუ შეიღებავს, ხო, ან იგივე თმას თუ შეიღებავს. ხო, არ ვემხრობი მაგ პოზიციას. ხო, როგორც ვხედავ, შენ თმას არ იღება, არც ტონირებას და ძალიან გიხდება ჭაღარა, მაგრამ მაინც მინდა დავიწყოთ და კითხო შენი დილის რუტინით დავიწყოთ. ძალიან მაინტერესებს სახის კანს თუ უვლი, იმიტომ რომ მამაკაცის სახის კანი ზოგადად სტრესულია წვერის გამო, ხო, ვინც იპარსავს, უფრო მეტი სტრესი აქვს ვიდრე ქალბატონებისას, ესე ვთქვი. იცი, ჩემ შემთხვევაში მე ზოგადად პრობლემატური კანი მაქვს და რომც არ მინდოდეს, იძულებული ვარ მოუვარო, იმიტომ რომ როდესაც საჯარო ადამიანი ხარ და სხვადასხვა სატელევიზიო იგივე რადიოში და ნუ სხვადასხვა სივრცეში ჩდები, თვლი რომ ესთეტიურად უნდა მოიყურებოდე კარგად, სუფთად, რადგან ადამიანები გიყურებენ ტელევიზორიდან და ვიღაცისთვის ეს უნდა იყოს სასიამოვნო, არა მაგალითად არასასიამოვნო. რუტინას რაც შეეხება, კი, ჩემი რუტინა მაქვს, სახის მოვლის საშუალებები, რითიც უნდა დავიბანო სახე, გავიწმინდო სახე და შემდგომ დავიტენიანო კანი, დილით და ღამით. თუმცა რომ მომცე უფლება, მაგალითად სოფელში როდესაც მივდივარ ჩემთან აგარაკზე, იქ სრულ თავისუფლებას ვაძლევ ჩემ თავს, იმიტომ რომ ეს რუტინა მე მეზარება მაგალითად. ღლის, ხო. ღლის. თუმცა ნუ იძულებული ვარ რომ ეს რუტინა ჩავიტარო. იმიტომ არ ვიკეთებ ამას რომ გვიან დავბერდე და ასე შემდეგ. არა, უბრალოდ ვიკეთებ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მჭირდება და ხო, სავალდებულოა. თუმცა აი ეს არ ვიცი ხა არავის მიმართ ხელს არ ვიშორ, ყველამ თავის სურვილი აქვს, თუმცა წარბების გაკეთება, წვერის ეს კონტურების გაკეთება, ეს თმების მე არ მომწონს. ვთვლი რომ ქალსა და მამაკაცს შორის არა ორივე უნდა ვიყოთ მოწესრიგებული, სუფთად, დავარცხნილ, დაბანილი ადამიანები უნდა ვიყოთ პირველ რიგში, თუმცა არის სხვაობა რომ ქალს ეს ქალურობა უხდება, კაცს მგონია რომ ცოტა ეს სიუხეშე, მამაკაცურობა უფრო სჭირდება. ანუ თმას და წვერს ვუვლის სახლში საპარსით რაღაც სიმაღლეებზე უბრალოდ ვიპარსავ მეტი არაფერი არ მაქვს ისეთი სიგრძის წვერი რომელსაც რაღაც სხვადასხვა სითხეები სჭირდება ანუ დღის რუტინაში სახის დაბანაში წვერის ტერიტორიაზე ანუ ამ ნაწილსაც ვიბანო და რა ბრენდებს ანიჭებ უპირატესობას ბრენდები სხვადასხვა ბევრია, რა ვიცი. ქართულიდან მაგალითად თამუსკინის პროდუქციას ხმარობ, წარმოსახეც ვარ მამაკაცების ხაზში და ამას ვიყენებ და ამავდროულად, სხვადასხვა უცხოურ ბრენდებს ხმარობ კიდე დამატებით. მაგრამ ძალიან ხშირად გავრცელებული ამბავი ის რომ
არც ის არ არის დასამალი 41 ხვდები და საუბრობენ იმას, რომ სხვადასხვა პროცედურებს ვიტარებ სახეზე, რომ შევინარჩუნო ჩემი. ესეც ანუ ინექციებს გულისხმობ ბოტოქსი შემავსებელი. არაფერს არ ვიკეთებ თუ დამჭირდება აუცილებლად გავიკეთებ, ეგეთ პრობლემა არ მაქვს და ვიტყვი ამას და ფარდის შიგნით რაღაცა შირმის უკან არ გავიკეთებ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მამაკაცი იკეთებს ინექციებს დღესდღეობით. იცი რა არის მთავარი ამბავი, რომ ნებისმიერ, აი ყველა მამაკაცს მინდა მიმართო და ქალბატონსაც შემიძლია მიმართო, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ დამალავს. ნუ შირმი ამ ფარდის უკან კი დამალავ, თუმცა ყველას ყველაფერი მაინც გვეთყობა. რა თქმა უნდა. შეღებილით მას გვეთყობა, წარმამოღებული მდგომარეობას გვეთყობა, ბოტოქსის გვეთყობა, სხვადასხვა ეს ინექციები ყველაფერი გვეთყობა. აქედან გამომდინარე დამალოს აზრი არ აქვს. თუ გინდა და ქსიამონებს აუცილებლად უნდა გაიკეთო. გაიკეთო, ძალიან კარგი. მაგრამ მაინც პირველ რიგში უნდა ჯერ ვიბანაოთ. იმიტომ რომ ჩვენი პრობლემა არის რომ შეიძლება მოწესრიგდეთ, სულთა ჩავითროთ. დღესდღეობით დაუბანელი თუ იმე დადის აღარ ვიცი. ეს სხვა ფორმატის გადაცემა თავშევიკავე ღრმად არ ჩავალ ამ თემებში, თუმცა ჯერ პირველი მაინც ეს ჯობია. კარგი, ეხლა რა მოდი გადავიდეთ სხეულის მოვლაზე, თუ ვარჯიშობ? არა. როგორი მოკლე? არა, ვარჯიში არის მე და ვარჯიში ერთმანეთისგან ძალიან შორს ვართ. მე და საკვები ვარ ძალიან ახლოს ერთმანეთთან. ხო, რაღაცა არ გეტყობა რომ საკვებთან ბევრ ხინკალს რომ მივირთმევ. კი, გეთანხმები არ მეტყობა, თუმცა აქ გამოსავალი ვიპოვე ის, რომ შეიძლება გენეტიკაც არის, თუმცა მაინც ვიძახი, რომ რაც უფრო ასაკში შედიხარ ადამიანი, ეს ნიშნობა არა ქალი, კაცი, მაინც ორგანიზმი იცვლება და თუ არ ქონდა მიდრეკილება წონისკენ, შემდგომ მაინც გეწყება. ცოტა ჭამას უნდა მოვყო. ხო, რაღაცა შეიძლება მუცელი, შეიძლება გვერდები და ასე შემდეგ. ჩემი გამოსავალი ალბათ ყველაზე კომფორტულად, სადაც გრძნობ თავს და რაც პირადად სიამონებს, არის ფეხით სიარული. ყოველ საღამოს დაახლოებით 7-დან 10 კილომეტრს ესე დავდივარ. თამით მეტი ძაღლი მყავს და ძაღლთან ერთად იდეალურად ეს კალორიას სწავს, სხეული არის ტონუსში, ნერვული სისტემა დაალაგებულია, ყველაზე მაგარი რაც აქვს, ალბათ ეს არის რომ, როდესაც ამ ფეხით სიარულს, როდესაც ამ სეირნობას მორჩებით, ცოტა ტემპში დავდივარ და მარტო მიყვარს ხალხის გარეშე, შემდგომ სახლში რომ მივიდივარ, წყალს რო გადავილებ, ისე მშვიდად ვიძინებ, რომ არ ვიცი, სამყაროში რა პრობლემა უნდა იყოს, რომ ამაზე ამ სიარულის შემდგომ ვიფიქრო. ვერაფერზე ვერ ვიფიქრო, მშვიდი ძილი მაქვს. აი მე რა მაგარია, უნდა გადმოვიღო შენ. ხო, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რამ, იმიტომ რომ თან მარტო სიარულის დროს შენთვის ფიქრობ რაღაცებს, შენთვის მომავალს ალაგებ, შენ რაღაცა პრობლემებს აგვარებ შენ თავში და შემდგომ ყველაფრისგან დაცლილი მე მშვიდად მიდიხარ და იწინებ. მე ვურჩევ ყველას. რა კარგი. ვისაც ეზარება მაგალითად სპორტ დარბაზებში, სპორტ დარბაზებში სიმართლე გითხრა, რამოდენმეჯერ ვცადე. მივხვდი რომ არ გამომდის, იმიტომ რომ სხვადასხვა ჩამონათვალია. ერთ-ერთი არის ის რომ თუ ვიღაცებთან ერთად ვარ, მეგობრებთან, ნუ ვჭორაობ და აღარ ვარჯიშობ. და განვიხილავ სხვადასხვა საკითხებს და ადამიანებს და აღარ ვარჯიშობ. მეორე ის რომ ჰიგიენურად მაინც არ მსიამოვნებს, იმიტომ რომ ტრენაჟორის რაღაცა სავარჯიშო, რომელსაც არაერთმა ადამიანმა ხელი მოკიდა, ეს არის ბაქტერია, რომელიც მე ხელს მოვისმევ, ჩემი კანი პრობლემატურია გადმოვა ჩემს სახეზე და ეს ჯაჭური ამბავი ისე მე ეს რაღაცა საერთო აბაზანები, მოკლედ ეს ჩემი არ არის. შენი არ არის, გასაგებია. და ნუ ვიღაცებს გონიათ რომ ვარჯიშობ, არა, არ ვარჯიშობ, საერთოდ მე და განტელები შორს ვართ ერთმანეთისგან. ხო, რა ვიცი, მე კიდე მეგონა რომ ისე გამოიყურები რომ მეგონა ვარჯიშობ. ხო, ამბობენ რომ ხო, იმიტომ რომ მით უმეტეს ვინც იცის ჩემი კვება როგორია და როგორ მიყვარს მე ზოგადად ქართული სამზარეულო, ყველას გონია რომ აი ამ კვების შემდგომ აუცილებლად გავდივარ სპორტ დარბაზში და იქ მე ვიწყებ ვარჯიშს. ნუ რაღაც დოზით ალბათ კვებასაც ვარეგულირებ რაღაც პერიოდში თუ ბევრ შევჭამ რაღაც პერიოდი და მე რაღაც პერიოდი მსუბუქად ვიკვებები. აბალანსებ. საკვებ დანამატებს თუ იღებ, იმიტომ რომ მე პირადად ვიღებ ძალიან. იცი, მე მომხრე ვარ საკვები დანამატები მიიღოს ყველამ. თუმცა ჩემ შემთხვევაში ეს არ გამოდის. არაერთხელ შემიძენია სხვადასხვა საკვები დანამატები, ვიტამინი, ნუ ძალიან ბევრი რამ, თან ისევ დებ თვალსაჩინო ადგილზე, რომ აი
გასქურასთან, აბაზანაში, მაცივარში რომ გამოღებისაც დავინახო. თუმცა აი ისევ მეზარება ამ რა უმარტივეს რაღაც აიღე. რა თქმა უნდა, დაიწყე დილით ყავასთან ერთად და დალიე. წყალსაც მიიღებ. ან მავიწყდება, ან მეზარება. აი წყლის მიღებაც ცოტა რთულად აჩვენებთან, შეიძლება დღეისე გავიდეს თუ წყალი არ მივიღო. ისიც ერთ-ერთი ალბათ. აი ხედავ, არა და აუცილებელი ყოფილა ჩემ წინა გადაცემაში, ჩემმა სტუმარმა ექიმ რეაბილიტოლოგი მყავდა და თქვა რომ უნდა მივიღოთ ჩვენი 1 კილოგრამზე 30 მილიგრამი წყალი. ესე უნდა გამოვითვალოთ ჩვენი წონის. ყოველ 1 კილოგრამზე 30 მილიგრამი. დღიური ნორმა ყოფილა. რამდენი გამოდის მე 95 ვარ. ნუ სადღაც 2 ლიტრი წყალი უნდა დღეში და. ხო, მაგრამ მაინც ეს ხო ინდივიდუალურია ორგანიზმიდან გამომდინარე. რა ვიცი, მეც დიდად არ ხარ მოყვა. არ მიყვარს. იცი რა, ჩვენი მაგალითით ნაკლებს ვთქვათ, მაგრამ ფანტასტიკურად გამოვიხურებით და რა ვიცი. ისეთია სადაო ამბავია იქ მაინც. კი, ეხლა მინდა გკითხო ბრჩხილების მოვლა პედიკურ მანიკურის პროცედურას თუ იტარებ? ბრჩხილების მოვლაზე კურიოს მოგიყვებით ვინაც. აბა გისმენთ. და ვიწყებთ არ ვიტყვით სამყვანს. კარგი. ძალიან ცნობილი გოგონა. ერთ-ერთ გადაცემაში ვარ ვასთან მისული, რაღაცა მოვლის საშუალებებზე იყო საუბარი და მეკითხება, აი ზუსტად ბრჩხილებზე იყო საუბარი. ბრჩხილებს ვიკეთებ ჩემით ვიჭრი, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ძალიან ბევრი რამ მოვისმინე ჯერ ინტერნეტ ზოგადად ცხოვრებაშიც რომ ამ ბრჩხილების საშუალებები ძალიან ბევრი დაავადება გავრცელდა. ხო, მაგრამ ეხლა მეგონა ყველგან ასტერილებენ, არა? ხო, მაგრამ ნუ აი ეს შიში გამიჩნდა. ნუ შინაგანად ეს შიში მაქვს. თუმცა ამის გარდა პირველად როდესაც მივედი, ძალიან მადგინეს თითი და ამის შემდგომ უკვე ბრჩხილებს ვუვლი მე. დიდათ არ თუ ნუ ვიჭრი. და მე ფორმას ვაძლევ თუ რაღაცა ისეც ან მივცემ ან არა ამ ფორმასაც რა ხასიათზე ვარ. თუმცა ეს ისტორია უნდა მოვყვე ახლა ერთ-ერთ გადაცემაში ესე ვარ ამ გოგონასთან და უყვები ამ ამბავს და აი მინუსი რა გაქვსო რა და მე ვთხრა აი ბრჩხილების პრობლემა მაქვს მეთქი ნუ პრობლემა რა ჩემით ვიჭრი მეთქი ამ ბრჩხილებს და გადმომხედა არა კი არ ვიჭრი მეთქი ვთქვი რომ აი ბრჩხილებზე მეთქი და გადმომხედა და მე დასაჭრელი გაქვს და დაიჭერიო ანუ სოდა ეხოთ ამას სამყარ ნიძახის ეთერში და ჩემი მდგომარეობა არის შოკური, იმიტომ რომ ხო არა მოვიღებ თითებს და შეხედეთ და დაჭრილი მაქვს რა. მოკლედ თავი შევიკავე, არც გავიცი რაღაცა საკადრისი პასუხი და ეს იყო ალბათ იმ მილიონიდან ერთი, როდესაც ძალიან გავწითლდი გადაცემაში და შემრცხვა. ეგ ძალიან ცხილებსაც მე თვითონ ვიწესრიგი. ამ დროს მე დარწმუნებული ვიყავი, რომ იტყოდი, რომ სალონში იკეთებდი. არა. აი ხედა. აი ესე გამოიყურები, რომ აი ეს ყველაფერი მეგონა. ხო, ამბობ. აი ახლა კარგი, ახლა რუჯზე, მაშინ რუჯი ვიკითხოთ სოლარიუმით თუ სარგებლობ. იშვიათად. ისე სარგებლობ ხოლმე. კი, როცა ხვდები რომ ძალიან მკვდრის სფეროში გადავედი, იმიტომ რომ ვიტამინების ნაკლებობა მაქვს და მავიწყდება ვიტამინების მიღება და თუ არ არის საკმარისი მზისხივები, ამ შემთხვევაში კი. შედიხარ ხოლმე სოლარიუმში. თუმცა აივანზე, ესე დიდი აივანი მაქვს, რომელიც მუდმივად მზისხარი არის და აივანზე თუ ნებისმიერ მზის პერიოდში შემიძლია ვიждდე და ყავა მივირთვა, ნახევარსაათში იმ ფერს ვღებულობ სახეზე, რაც მჭირდება. ესეც არის. ანუ კარგად ირუჯები. კი. რუჯი მიყვარს, მაგრამ ესე არა, რომ შავკანიანი ფერი ვიყო. ხო, არა, რა თქმა უნდა. ზომი ყველაფერი ზომიერების ფარგლებში. ზომიერად. ასევე მაინტერესებს ლაზერულ ეპილაციას თუ იკეთებ, თუ სარგებლობ. ვაი, მithმა არა მომდის და სადგა. ეს იგი ვერაფერი, მე მეკონა რომ ყველაფერს მოყვებოდი. იმასაც ვიკეთებ, ამასაც ვიკეთებ. ერთადერთი ამ სახის ამ ნაწილში ვიკეთებ, იმიტომ რომ აქ ამომდის, თუმცა თუ მეზარება ისევ ამას ვიპარსავ, ეს ჩემი შეცდომა იყო თავის დროს მოვიპარსე, მაგრამ აქაც კურიოზი მაქვს, მკერდის შუა ნაწილში, ნუ აი ამ ნაწილში ამომდიოდა ზუსტად 5 ღერი თმა. ღია ფერის, 5 ცალი. და ეს ისე მაკომპლექსებდა, არ 5 და მე ვიღაცა ქალთან მივედი და ამ ქალმა ვთქვით რომ მე მოვარჩენო, მაგრამ რა პრობლემა არის და დღეს ამომდის 5 ღერი ოღონდ შავი თმა. მე ვიცახი რომ არ ჯობდა რომ ღია ქერად მაყობილიყო რომელიც არ ჩანდა და ეხლა სულ მუდმივად როდესაც სახეს ვიწესრიგებ ამ 5 ღერსაც ვიწესრიგებ, იმიტომ რომ
ასრი არ აქვს თორე. ესეც მოკლედ, ესე იგი, ყველაფერზე თითქოს მიმიღე ამომწურავი პასუხი, მაგრამ მე მეგონა რომ რაღაცა აი ესე, თავს უვლი. ერთადერთი ალბათ. ესე იგი შენ ესე ღმერთმა დაგაფერთხა ესეთი გარეგნობა. ალბათ, შობლები დამს. ერთადერთი რა, ცხვირი გაკეთებული მაქვს, ეს ყველა მიცის, რამოდენიმე ოპერაცია მაქვს გაკეთებული, იმიტომ რომ პირველი ცხვირი არც მომწონდა და ყველას მოსწონდა, მაგრამ მე არ მომწონდა და დამატებით ავარიის გამო დაზიანება მივიღე ძვლის, შევისწორე და პირველი და გაკეთებული ოპერაციამ გამოიწვია დაზიანება ცხვირის და შესწორება მომიწია მერე. მეტი არ არის. აი, მაგასაც ვერ იტყვი ისე კარგად გაქვს. ხო, ბუნებრივზე იყო ეს მოთხოვნა, რომ უნდა ყოფილიყო ბუნებრივი და არა რაღაცა ეს რაღაცეები, მოკლედ. შვენიერი. ესე თითქოს ამოვწურეთ თითქმის. ეხლა მაშინ გადავიდეთ ჩაცმა, აი სად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩაცმა მიყვარს. კი, მაგასაც კითხავ, იმიტომ რომ ყოველ სუფთა ყოველთვის ტრენდულად გაცვია. მე მადლობა. ძალიან, ეხლა სუფთა იქნებია, მაგრამ მაგაში ეჭვთან მეპარება. არა, იმიტომ რომ მე ეხლა დამოუკიდებ სუფთაზე აღნიშნავ, იმიტომ რომ როდესაც მარტო ცხოვრობ, შენ თავს უვლის სრულად შენ. რეცვა, გაუთავება, ესეთი შავლის ზოლის გაკეთება. ხო, ვაიმე როგორ ვერ ვიტან, მაგას მე არ გავუთავებ. პერანგი და ასე შემდეგ, ხო, სრულად ჩემ თავზე უზრუნავ მე და ხო, ჩაცმით ამბობენ რომ რაღაცა ისეთი კარგად მიმოსები. ძალიან. თუმცა ჩემი ჩაცმაც ესეთია რომ მე ყოველთვის აღნიშნავ, არასდროს არ ვმალავ. ჩემ გარდერობში როგორც ნახავთ ძალიან ძვირად ღირებულ სამოს ფას ვერ დავასახელებ, რომ ხალხი გაღიზიანდება, ასევე ნახავთ დემოკრატიულ ბრენდებს უბრალოდ მეორადის სამოსაც ნახავთ. იმიტომ რომ მე მეორადები მიყვარს, იმიტომ რომ მეორადებში არის ის ნივთები, რომელიც იდეალურია, ხარისხობრივად და ფასიდან გამომდინარე ხო საერთოდ მიზერია. და აი ამ ორ რაღაცას ვაბალანსებ. აბალანსებ, ხედავ, აი მარტივად რო გითხე, შეიძლება ზემოთ მეცვას ტომფორდის რომელიმე პიჯაკი ჩემი გარდერობიდან და ქვემოთ მეცვას მაგალითად მეორადის შარვალი. და ამის დაბალანსებას ისე ვაკეთებ, რომ ყველას გონია, რომ აი შარვალიც არის ძალიან ღურძვირად ღირებული. კი ბატონო. და ეს ძალიან სიამოვნებს. ეს თავისებური ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს. ხო, ეს ძალიან სიამოვნებს, რომ ამის გადათამაშებას ვაკეთებ, ისე რომ მე ადამიანებს ისე ვაწვდი ამას, რომ ამაზე უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ, ვიდრე მაგალითად რეალურად პიჯაკზე. რეალურად პიჯაკზე. ეს ისეთი საინტერესო რაღაცა არის. გატაცება ალბათ უფრო კიდე. კი, ძალიან საინტერესოა მართლა ბრენდების ესე გამიქსვა. მაშინ ახლა გკითხავ შენ მომავალ გეგმებზე. ამჟამად რა საქმიანობ და რა საპირებ? ცოტა ესეც მომიყევი. ამჟამად მუშაობ კერძო კომპანიებში, ვარ მათი სახე, წარმომადგენელი, სხვადასხვა მიმართულებით არის სახის მოვლა, ტექნიკა, სამოსი, კვება, სხვადასხვა მიმართულება. თუმცა აი ძალიან მალე შევდივარ YouTube პლატფორმაზე, ვფიქრობ რომ დამიგვიანდა კიდევაც და ვიწყებ მე და ერთი ნიჭიერი ადამიანი ჯერ ვერ გავამჟღავნებ სახელს ჩვენ გადაცემას. რა კარგია. რომელიც იქნება განსხვავებული, არ იქნება პოდკასტი და იქნება ისეთი განსხვავებული და ცოტათი აი კვირის ბოლოს, როდესაც დაждები და გინდა რომ განიტვირთო, ჩვენი გადაცემით მიიღებ ამ განტვირთვას. ბევრი სიცილი, ბევრი იუმორი და ასე შემდეგ. აი, ამიტომ შენ კიდევ უნდა მოგიწვიოთ. აუცილებლად მოვალ. ამ სიახლით ჩვენთან რადიოში. შენ ესეთი კარგია საუბარო, დიდი სიამოვნებით გეწვევ ისე. აი, მე ძალიან დიდი მადლობა გიორგი, რომ დღეს ჩემი სტუმარი იყავი, ძალიან გამახარე. თუმცა ვერაფერი ვერ გითხარი ისეთი. არა უშავს, მე რა. რატო ძალიან კარგად ყველაფერი ამოვუყურავად მითხარი. როგორ შეიძლება ადამიანი გამოუყურებოდეს ესე და არ იკეთებდეს ზედმეტად არაფერს, ეს უკვე ძალიან დიდი წარმატება. დღეისათვის სულ ეს იყო, კარგად ბრძანდებოდეთ.